საღამოშიდობისა პირველი არხის ეთერშია საჯარო პოლიტიკა, მე ეკა მიშველაძე ვარ. 200,000-ზე მეტი ინფიცირებული, ყოველწლიურად 2,000 ახალი შემთხვევა, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და ძვირადღირებული მკურნალობა, რომელსაც მხოლოდ დაავადებულთა 10% ახერხებს, დანარჩენი 90% კი განწირულია. დღეს ჩვენ C ჰეპატიტზე ვსაუბრობ. ვერაგი დაავადება, ფარული ან მოსიყვარული მკვლელი, შენელებული ნაღმი, დაავადება, რომელიც როგორც ექიმები ამბობენ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ერთშვენიერ დღეს კი ფატალური შედეგი დგება. საქართველოში ბოლო 2004 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 7%-მდე ამ ვირუსის მატარებელია. საქართველოს C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე, ამიერკავკასიაში კი პირველ ადგილზეა. ამ დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკური საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს, მკურნალობა კი ძალიან ძვირია. ზოგ შემთხვევაში 10,000-ობით ლარსაც კი აჭარბებს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში, სადაც ბოლო კვლევების თანახმად სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით დაავადების გავრცელების მაჩვენებელი 3-ჯერ უფრო მაღალია. როგორ ებრძვის სახელმწიფო პრობლემას, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მომავალი 20 წლის განმავლობაში კაცობრიობის მთავარ საფრთხედ აღიქვავს. აქვთ თუ არა დაინფიცირებულ ადამიანებს გადარჩენის შანსი და როგორ უნდა გახდეს C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი, რას თავაზობს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას და როგორია ექსპერტების აზრი. საჯარო პოლიტიკის დღევანდელი სტუმრები არიან. არჩილ თალაკვაძე, სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე და მარიამ ჯაში, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. ასევე ჩვენი აუდიტორიის სტუმრები დღეს არიან ადამიანები და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც მუშაობს C ჰეპატიტის პრობლემაზე, ასევე პირები, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს დაავადება და ადვოკატები, რომელთაც სტრასბურგის სასამართლოში მოუწიათ დაავადებული პატიმრების ინტერესების დაცვა. მოდით მე ჯერ ჩვენს მთავარ სტუმრებთან გადავალ შეკითხვით და ქალბატონ მარიამს მინდა ვკითხო. რას გეგმავს სახელმწიფო, მე გარკვეულწილად რაც შევძელი სტატისტიკაც ჩამოთვალე, სახელმწიფო რას გეგმავს უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ეს მკურნალობა, ძვირადღირებული მკურნალობა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს და როგორია პრობლემის მოგვარების თქვენეული ხედვა? მადლობთ. ეკა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემას აშუქებთ თქვენი გადაცემით. აბსოლუტურად საგანგაშო რეალობა გვაქვს საქართველოში C ჰეპატიტის ინფიცირებით. სამწუხაროდ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ძვირადღირებული მკურნალობის გამო და საუბარია სპეციფიურ ანტივირუსულ მკურნალობაზე და არა თქვა სიმპტომატურ მკურნალობაზე, რომელიც ასე თუ ისე იფარებოდა სახელმწიფო დაფინანსებით დღემდე. ძვირადღირებული მკურნალობის გამო, თუნდაც გაორმაგებული ბიუჯეტის შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით C ჰეპატიტის მკურნალობის პრობლემის გადაჭრას სჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი ბიუჯეტის 1/6. ეს საერთო ჯამში აჭარბებს ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს, როგორც არის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ონკოჰემატოლოგია და ამ ადამიანებმა, ვისაც ეს დაავადება სამწუხაროდ უკვე ჭირს. უკვე დავიწყეთ, არსებობს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს 3-წლიან პროგრამაზე, რომელიც 2014 წლიდან დაიწყება და 2016 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით, არამედ როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე მწარმოებლებთან ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებებით. თქვენ გულისხმობთ მედიკამენტების ფასებს, ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. ძირითადი აქცენტი იქნება მედიკამენტების ფასის შემცირებაზე და სწორედ აი ამ კუთხით სახელმწიფო გეგმავს, რომ 2016 წლისთვის მივახციოთ უნივერსალურ ხელმისაწვდომობას ანტივირუსული მკურნალობის. სპეციალისტების ნაწილი ასევე აცხადებს იმას, რომ ეპიდემიამდე არის თითქმის ერთი ნაბიჯი. აი ამ მხრივ და მე ვიცი, რომ ამის პრევენციის მექანიზმიც არ არსებობს C ჰეპატიტის. სამწუხაროდ C ჰეპატიტისაც ესე თქვათ ვაქცინაცია, ესე თქვათ არ არსებობს, თუმცა პროფილაქტიკური ღონისძიებებით ინფორმირებულობის გაზრდა მოსახლეობის, ანუ დაცვა C ჰეპატიტის ინფიცირებისაგან შესაძლებელია იგივე მაღალი რისკის ჯგუფებში. მოგეხსენებათ, რომ ინტრავენური ნარკომანია ერთ-ერთი წამყვანი რისკ ფაქტორი გახლავთ C ჰეპატიტის გავრცელების, ასევე არასტერილური სამედიცინო, თქვათ, ინსტრუმენტების სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარება. სახელმწიფო რეგულაციების გაძლიერება ამ კუთხით იქნება აუცილებელი, როგორც კლინიკურ, თქვათ, დაწესებულებებში, ასევე
ამბულატორიულ და თქვა სტომატოლოგიურ დაწესებულებებში დღემდე სამწუხაროდ რეგულაციები ძალიან სუსტია და ამ კუთხით აუცილებლად გატარდება სერიოზული. ჩვენ მაგ თემაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ბატონ არჩილთან მექნება ახლა შეკითხვა. ბატონო არჩილ, აი ამ კუთხით ჰეპატიტის დაავადების კუთხით პენიტენციალურ სისტემაშიც როგორც აღმოჩნდა არის საგანგაშო მდგომარეობა. მე ამაზეც ვისაუბრე გადაცემის დასაწყისში. პატიმართა დაავადების და ამ მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ძალიან დიდია. რას გეგმავთ თქვენ? მე ვიცი რომ უკვე ერთობლივ პროექტზეც მუშაობთ და მე მინდა რომ აი ამაზე ორი სიტყვა გითხრათ. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მჯავრდებულებისთვის. მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლების აღკვეთის პირობებში უყურებენ ამ გადაცემას და ძალიან მოკლედ გავაკეთო კომენტარი პირველ რიგში თქვენ შეკითხვაზე. ეს პრობლემა რომ ძალიან მწვავედ დგას საჯელახსოვრების სისტემაში, ეს არ არის ახალი ამბავი. ამას აჩვენებდა ჯერ კიდევ 3, 4 და 5 წლის წინ ჩატარებული კვლევები. სამწუხაროდ დღემდე სახელმწიფომ ვერ მოახერხა ეფექტური ნაბიჯების გადადგმა და რაც შეეხება სიკვდილობის მაჩვენებელს, დიახ, ჰეპატიტის C ჰეპატიტის ვირუსი არის ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანი, რომელიც საჯელახსოვრების სისტემაში სიკვდილობას პირდაპირ უკავშირდებოდა. საბედნიეროდ ბოლო 8 თვის განმავლობაში გატარებული ღონისძიებებით, რეფორმებით და ათასობით ადამიანისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენით ჩვენ მოვახერხეთ სისტემაში სიკვდილობის მაჩვენებლის ძალიან შემცირება და დარწმუნებული ვარ, რომ C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება, რომელიც მე სწორედ ამ პროგრამაზე გადავიდეთ უკვე და მითხრათ, რას მოიცავს აი ეს პროგრამა, რომელიც საჯელახსოვრების დაწესებულებებში უნდა ამუშავდეს, რა კატეგორიების ჯავრდებულები ჩაერთვებიან, რამდენხნიანი იქნება, როგორ შეირჩევიან პაციენტები, რა კრიტერიუმებით, რა სქემით მოხდება მათი მკურნალობა, რამდენად შეამცირებს ეს თუნდაც იგივე სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ასე შემდეგ. საბედნიეროდ ყველა ამ შეკითხვაზე ჩვენ გვაქვს პასუხი, იმიტომ რომ პროგრამა მართლაც მზად არის და მიმდინარეობს ახლა ტექნიკური სამუშაო, რომ მედიკამენტების შესყიდვისთვის მოვემზადოთ და ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე ეს პროგრამა დაიწყება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს, ეს პროგრამა 12,000-მდე მჟავრდებულს გაუკეთებს, ესე ვთქვათ, ტესტირებას, სამედიცინო გამოკვლევას, რომ გაირკვეს რეალურად რამდენ ადამიანს აქვს ეს ვირუსი სისტემაში. 5,000 ადამიანს გაუკეთებს ვაქცინაციას B ჰეპატიტის ვირუსზე, რომელიც არანაკლებ სახიფათო ფაქტორია და რატომღაც აქამდე ამაზე საუბარი არ ყოფილა, ჩვენ გვინდა რომ დავასწროთ, სანამ B ჰეპატიტის, ასე ვთქვათ, ეპიდემიის სახეს მიიღებს. 3,000 ადამიანს გაუკეთებს სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, რომ გაირკვეს, თქვათ, ამ ადამიანებს როგორი ღვიძლის დაზიანების, როგორი ხარისხი აქვთ, ვირუსული დატვირთვა როგორი აქვთ, რამდენად სხვა კლინიკური და პარაკლინიკური მონაცემებით მკურნალობას საჭიროებენ და 500 ადამიანს წელიწადში უმკურნალებს სახელმწიფო და ეს 500 ადამიანი წელიწადში იქნება იმ პრინციპით შერჩეული, ვისაც ყველაზე მეტად ამ მომენტში ესაჭიროება მკურნალობა, მაგრამ ამას არ გადაწყვეტენ კონკრეტული ადამიანები და არ გადაწყვეტს კონკრეტული მინისტრის მოადგილე, არამედ ამას გადაწყვეტს ის კრიტერიუმები, რომელიც შეიმუშავეს საქართველოში, ვითხოვდი მოწინავე სპეციალისტებმა ამ სფეროში. ეს არის კრიტერიუმები სამედიცინო და არასამედიცინო კრიტერიუმებში შედის ღვიძლის დაზიანების ხარისხი, შედის პარაკლინიკური მონაცემები, შედის პირდაპირ უკუჩვენებები, რომელიც სამწუხაროდ არსებობს საკმაოდ ხშირად ამ მკურნალობის მიმართ, ხოლო არასამედიცინო კრიტერიუმებში შედის, თქვათ, საჟელის ვადები და სხვა რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ეს არის აბსოლუტურად ობიექტური კრიტერიუმები და ყველა ადამიანი, ვინც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, პირველ რიგში მიიღებს მკურნალობას. გასაგებია, მე აუცილებლად შეგეკითხებით რამდენიმე დამატებითი კითხვა კიდევ მაქვს. ხალბატონ მარიამს მინდა კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა. რამდენად გამართლებულია ის, რომ მხოლოდ საჯელახსოვრების დაწესებულებებში ხორციელდება ასეთი სახელმწიფო პროგრამა? და რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც გარეთ არის და ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს და ისინი უფრო მეტნიც არიან?
ეს გახლდათ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, როდესაც მუშავდებოდა სასჯელ აღსრულების პროგრამა. სწორედ ამიტომ სასჯელ აღსრულების პროგრამის დაწყებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, იმიტომ რომ პრობლემა ბევრად უფრო დიდია, სამჯერ აღემატება დღეს გავრცელების დონეს სასჯელ აღსრულების სისტემაში, ვიდრე სამოქალაქო სექტორში. სწორედ ამიტომ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვიწყებთ სამწლიანი პროგრამის შემუშავებას, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ 47500 მოქალაქეს, ეს არის დაახლოებით რიცხვი პაციენტებისა, რომელთაც დასჭირდებათ მკურნალობა და რომელთა მკურნალობა სავარაუდოდ იქნება ეფექტური ეპიდემიოლოგიური თქვათ მონაცემების მიხედვით. და სწორედ ამ პროგრამის პარალელური განვითარება, თუნდაც 2014 წელში პილოტირების დაწყება, სწორედ შეამცირებს აი თქვათ კრიტიკულ სხვაობას სასჯელ აღსრულების და სამოქალაქო სექტორს შორის და პარალელურად იმის გამო, რომ კრიტიკული მასა შეიქმნება პაციენტების, რომელთაც დასჭირდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა, სწორედ ეს მოგცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ვიმოქმედოთ ფასებზე მედიკამენტების, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მაგალითი გლობალურ დონეზე შევა როგორც ერთ-ერთი თქვათ ლიდერი, ის თქვათ ქვეყანა და საერთოდ იმ ადვოკატირების კამპანიაში, რომელიც გლობალურ დონეზე სწორედ იყო გარკვეული ასე ვთქვათ ინფორმაცია, რომ ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა ამერიკულ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც უკვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით დაბალ და საშუალო შემოსავლიან ამ ქვეყნებში ლიდერობს და ეროვნული პროგრამა რევოლუციური გადაწყვეტილებადაც არის შეფასებული. მე მინდა ეხლა ბატონ ლევან გოგოლაძესთან გადავიდე, შეკითხვათ, რომელიც მუშაობდა ამ პროგრამის ფინანსურ ნაწილზე და მაინტერესებს რა თანხაა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო და საიდან მოხდება ამ პროგრამის დააფინანსება, ასევე რამდენად საკმარისი იქნება ეს თანხა იმისათვის, რომ სრულფასოვნად მოხდეს აი ამ ადამიანების მკურნალობა და ეს არ იყოს გარკვეულწილად. მოგახსენებთ, მოგესალმებით, პრინციპში პაციენტთა რაოდენობაზე, რომელიც სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში აქ უკვე ითქვა, თვითონ ბიუჯეტის თანხა ეს არის 5,900,000 ლარი, რომელიც რა თქმა უნდა სრულად ფარავს როგორც პრევენციის ნაწილს, ასევე დიაგნოსტიკის და სკრინინგის, მკურნალობის შემდგომი, ასე ვთქვათ, მონიტორინგის ხარჯებს. შესაბამისად, ეს ასე ვთქვათ, პროგრამა გათვლილი არის, ვთქვათ, იმ პირველადი მონაცემებით, რაც ჩვენს ხელთ იყო, სრულიად საკმარისი იქნება, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ეს პრობლემები გადაიჭრას. ასე რომ ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ. შესაძლებელია ასევე აქვე რახან საშუალება მაქვს მოგახსენოთ დაუშვათ ეკონომიკური ასპექტების თაობაზე, რაც ამ პროგრამის ჩაშვებას მოყვებათან ვფიქრობთ, რომ ის თქვათ ინიციატივა, რაც უკავშირდება სასჯელ აღსრულების დაწესებულების გარეთ დაუშვათ ამ პროგრამის განხორციელებას, აქ პრევენციის ამ ასე ვთქვათ პრევენცია ამ როგორ გითხრათ აი ამ პროგრამის პრევენცია მოახდენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეგავლენას. კარგი, დიდი მადლობა. პროგრამაში ჩართული არის ასევე სოროსის ფონდი და მის წარმომადგენელს მინდა ვკითხო, ქალბატონი მარი ჩოხელი არის ჩვენთან სტუმრად. რატომ დაინტერესდა სოროსის ფონდი საერთოდ საქართველოში ამ ჰეპატიტის პრობლემით? მოგესალმებით, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ეს პრობლემა, ეს თქვათ, კიდევ ერთხელ ამ პრობლემის აქტუალურობას გავუსვით ხაზი. რაც შეეხება ღია საზოგადოებას საქართველოს, რამდენიმე წელია უკვე ჩართული ვიყავით ამ საკითხის ადვოკატირებაში, ასე ვთქვათ, უბრალოდ წინა წლებში მქონდა ეს თქვათ შეხვედრები წინა ხელისუფლებასთან, ვცდილობდით რომ ვთქვათ მოლაპარაკება ქონოდა მათთან და იყო წინა პირობაც იმისა, რომ პროგრამა დაიწერებოდა სახელმწიფოს მიერ, დამტკიცდებოდა და ვთქვათ დაიწყებოდა მისი განხორციელება. თუმცა მოგახსენებათ, რომ იმ პერიოდში ძალიან ხშირად იცვლებოდნენ მინისტრები, მე ვთქვათ ეს პირობა არ ხდებოდა ამ პირობის გადაცემა სხვა მინისტრის და ასე შემდეგ და რეალურად არ ხდებოდა
პირობის შესრულება. ამის შემდეგ 2010 წელს ჩვენ შევერთით მსოფლიო C-ჰეპატიტის კამპანიის აღნიშვნას და დავიწყეთ ჩვენს უშუალოდ ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან და თვითორგანიზაციებთან ერთობლივი ადვოკატირება კამპანია, რომელიც პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებისკენ იყო მიმართული და 2011 წლიდან უშუალოდ მკურნალობის მოთხოვნისკენ. ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ ადამიანებთან, რომელსაც მკურნალობა ჭირდებათ დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ მათ სიცოცხლე საფრთხე ემუქრება. ანუ ეს ჩვენთვის არის ყველაზე დიდი არგუმენტი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას კონკრეტული ადეკვატური ნაბიჯები და მიღწეულ იქნას თუ არის გათვლილი უკვე აი ამ პროგრამის ამუშავებით C-ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილიანობის რა მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს, ანუ როგორი მაჩვენებლით შემცირდება, თუ არის ასეთი გათვლილი გაკეთებული? ალბათ მე არა ვარ ის ადამიანი, ვინც რელევანტურ პასუხს გასცემს ამ კითხვაზე. ჩვენ უშუალოდ ორი კუთხით ვართ ჩართული. ერთი ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ ამ შემთხვევაში, როგორც გავუწიეთ საშუალო ხსოვნების სამინისტროს და ვუწევთ ჯანდაცვის სამინისტროს იმისათვის, რომ პროგრამა შემუშავდეს და მეორე კუთხით უშუალოდ აქტივისტებთან ერთად, ანუ ორგანიზაციებთან ერთად ჩართული ვართ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, ფასის დაწევის კუთხით მუშაობთ ძალიან აქტიურად, ასევე წელსაც ძალიან ფართო კამპანიას გეკმავთ ამ კუთხით და არ მგონია, რომ ალბათ კომპეტენტურ პასუხს ამ კითხვაზე ვინ არის ამ კითხვაზე უფრო კომპეტენტური, რომ გამზეს პასუხი გთხოვთ? ოღონდ თქვენი თავი წარმოადგენთ. ლალი შარვაძე, ექიმი ინფექციონისტი. ზუსტად ძნელი აქვს თქვათ, რომ რამდენი პროცენტით შემცირდება, მაგრამ მე თვითონ დაავადების მიმდინარეობის თავისებურებას გეტყვით და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ ამაზე. ზოგადად C-ჰეპატიტი გახლავთ ნელა პროგრესირებადი დაავადება და თქვენ დასაწყისში სწორედ ამიტომაც ახსენეთ, რომ ბევრი სინონიმია ამ დაავადებისადმი მიმართული, რომ აი ნელა პროგრესირებადი, ზარმაცი დაავადება, ალერსიანი მკვლელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მართლაც ნელა პროგრესირებს. C-ჰეპატიტმა სერიოზული პრობლემები რო შექმნას, ანუ ღვიძლის ტერმინალური დაავადება, მდგომარეობა რომ გამოიწვიოს, ჭირდება დაახლოებით ინფიცირებიდან 15-25 წელი. ზოგადად ესეა ცნობილი. და თან ისიც ცნობილია, რომ არა ყველა შემთხვევაში მთავრდება ღვიძლის ტერმინალური მდგომარეობით, დაავადების სიმძიმეზე მაქვს საუბარი. ზოგადად ისიც ცნობილია, რომ C-ჰეპატიტით დაავადებულთა დაახლოებით 30-40%-ს ინფიცირებიდან სავარაუდოდ 20 წლის შემდეგ უვითარდება აი ღვიძლის ტერმინალური დაავადების ტერმინალური მდგომარეობები. სწორედ აი ეს ტერმინალური მდგომარეობები შეიძლება ასოცირდება ადრეულ სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში, რომ ვინაიდან აღნიშნეთ, რომ ეს რაღაც ესე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მკურნალობის დაწყება ალბათ უფრო ეფექტურია და შესაბამისად მე მაინც ამ ჩემ კითხვაზე მინდა პასუხი, რამდენად თვლით, რომ ეს შემუშავებული პროგრამა თუნდაც საჟელახულების დაწესებულებაში როგორ შეამცირებს? ეს შემუშავებული პროგრამა ყველა შემთხვევაში კარგია. რატომ? კვლავ C-ჰეპატიტის ამ დაავადების თავისებურებაზე გეტყვით, რომ ეს გახლავთ ერთადერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც მკურნალობით გახდა განკურნებადი. ანუ კიდევ უფრო განმარტავ, ეს უფრო ფართო მაყურებლისთვის რას ნიშნავს, რომ თუ მკურნალობა, ანუ ვიტყვით, რომ დამთავრდა წარმატებით, ეს ნიშნავს, რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი. და ადამიანი ცხოვრობს მთელი დარჩენილი ცხოვრება C-ჰეპატიტის გარშემო. დავუმატებდი ძალიან კარგია. დაგიბრუნდებით აუცილებლად ბატონ არჩილს მივცემთ. სიკვდილობის საერთო მაჩვენებელში წინა წლების მონაცემების ანალიზით ჩანს, რომ ყოველი 10 გარდაცვლილიდან 2 ადამიანი დაახლოებით 2 ან 3 ადამიანი გარდაცვლილია სწორედ C-ჰეპატიტის ვირუსთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანებით. ეს არის მონაცემი, რომელიც ჩვენ გვაქვს საჯელახსოვრების სისტემაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროგრამის ეფექტიანი განხორციელება მინიმუმ ამ 22-25%-ისგან ჩვენ დაგვაზღობს, თუმცა აქ ითქვა, რომ ეპიდემიას თქვა ძალას იკრებს და ჩვენ უნდა დავასწროთ ამ ეპიდემიას, რომ ეს პროცენტი არ გაზრდილიყო მომავალში და აქვე ძალიან მოკლე კომენტარი, რასაც მინდა რომ ცალსახად გაესვას ხაზი, მნიშვნელოვანია, რომ დღეს სახელმწიფო და განსაკუთრებით მთავრობა გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან და მას აქვს უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული და ეს ნაბიჯები არის ნაბიჯები, რომელსაც აბსოლუტურად ყველა აღიარებს
ვერავინ, ასე ვთქვათ, ვერ უგულებელყოფს, რომ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომ სასჯელ ახსოვების სისტემაში იწყება ეს პროგრამა შემოდგომაზე და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ სამოქალაქო სექტორში იწყება იგივე პროგრამა. თავის მართლების რეჟიმში ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების და პატიმრების წინაშე, არამედ ვიყავით საერთაშორისო სასამართლოში, ვიყავით ეროვნულ სასამართლოებში და ვიყავით საერთაშორისო მონიტორინგის ყველა ორგანოს წინაშე, როდესაც ისინი გვიწერდნენ, რომ საქართველო არღვევს ადამიანის უფლებას. დიდი მადლობა ბატონო არჩილ, ქალბატონ მარიამს სურდა მე მგონი. გავამატებ სტატისტიკურ მონაცემებზე. ისევ აუდიტორიასთან გადავალ. არაგადამდები დაავადებების სტატისტიკური მონაცემით მესამე ადგილზეა ციროსით გარდაცვალების შემთხვევები საქართველოში და თუ კი გავითვალისწინებთ, რომ სავარაუდოდ 200,000 ადამიანია ინფიცირებული და საშუალოდ 35-დან 40%-მდე ვითარდება ტერმინალური უკმარისობა. გვიძლის ჩვენ 70,000-დან 80,000-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია სულ მცირე. დიდი მადლობა. NDM-ის წარმომადგენელი ინა ინარიძე არის ასევე ჩვენთან სტუმრად. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და აი ეს პროგრამა თქვენც მინდა იგივე შეკითხვა დაგისვათ. ამ დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის ეფექტური, იგივე პრევენციისთვის აი ეს პროგრამა რამდენად შეესაბამება თქვენ როგორ ფიქრობთ და ხომ არ არის კიდევ რაღაც გარკვეული დამატებითი ნაბიჯების გადათმა, იმიტომ რომ უფრო ეფექტური იყოს თუნდაც შედეგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ნებისმიერ პროგრამის დაწყება, როცა ლაპარაკი გვაქვს უკვე ეპიდემიასთან, თქვენ წაღან ახსენეთ, რომ 7% ეპიდემიამდე გვაკლია ერთი ნაბიჯი. ერთი ნაბიჯი არ გვაკლია უკვე რაღაც ეპიდემიოლოგები მიდასტურებენ, ასე ვთქვათ, რომ როცა უკვე 1%-ზე მეტია გავრცელება დაავადების, უკვე ეპიდემიასთან გვაქვს საქმე. ეს არის დაავადება, უკვე ბევრი ველაპარაკეთ ამაზე, რომელსაც ჭირდება დრო, რომელიც არის დროში გაწეული და 20 წლის შემდეგ ვიღებთ რაღაც შედეგს. ზუსტად ეხლა ვარ ჩვენ ამ შედეგამდე მისული, მე უბრალოდ მოგახსენებთ ჩვენი კვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ შარშან ოქტომბერში ნარკოტიკების ინტრავენულ მომხმარებლებთან. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 216 ადამიანმა, 216-დან 180 ადამიანს დაუდგინდა ქრონიკული ჰეპატიტი C და ამ 180 ადამიანიდან 22% 40 ადამიანი არის მწვავე ფიბროზით დაავადებული, რომელსაც დღესვე სჭირდება მკურნალობა. აქ არის ლაპარაკი, რომ ის გადაიდოს ხვალზე, იმიტომ რომ ხვალზე ის ადამიანები გაცვლები შეიძლება აღარ იყვნენ. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კვლევიდან გავიდა 1 წელი ჯერ არც კი გასულა, უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა, რომ მოვიკითხეთ და რომ რაღაც ინფორმაციის მიწოდება გვინდოდა მათთან. ძალიან სამწუხარო სტატისტიკა, ამიტომაც არის საჭირო დღესვე დავიწყოთ ამაზე მუშაობა. სტატისტიკურ მონაცემებზე მუდმივად არის ლაპარაკი, მაგრამ ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის სისტემა დიაგნოსტიკის ტესტირების, რომელიც მოგცემს ნათელ სურათს თუ რა ხდება დღეს მართლაც ამ მხრივ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ხდება, მნიშვნელოვანია რამაც ლაპარაკი დავიწყეთ, მაგრამ და გადავიდეთ უკვე აქტივობებზე და საქმეზე გეტყვაზე. და კოტე რუხაძე ინფიცირებული თემის წარმომადგენელია ასევე ჩვენთან სტუმრად. ბატონ კოტე, თქვენ თავად ყოველდღიურად გაქვთ შეხება აი ამ პრობლემასთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ჭირს. თქვენ როგორ ფიქრობთ და რას თქვით თქვენ საჭიროთ იმისათვის, რომ ეფექტურად განხორციელდეს თუნდაც სასჯელ ახსრულების სისტემაში ეს პროგრამა? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ეს თემა შუქდება და კიდევ ხდება აქტუალურად მოსახლეობის ინფორმაციის მიწოდება. მე არა მარტო შეხება ვაქვს ამ პრობლემით უკვე ცხოვრობ, რაც ვიცი დაახლოებით 12 წელიწადია და უკვე ალბათ უახლოვდები იმ ეტაპს, სადაც საუბარი იყო უკვე ტერმინალურ სტადიაზე და იმაზე. ეს რო არ მოხდეს, ამიტომ ზუსტად ამ მიზნით მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმნით ეს პაციენტთა ორგანიზაცია HEPA Plus-ი, რომელიც ორიენტირებული იყო, რომ ჩვენი უფლებებისთვის თვითონ პრობლემის მქონე ადამიანებს თემს თვითონ გვებრძოლა, თვითონ ჩვენ ამოგვიყო ხმა და დაგვეწყო მიმართვა, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება რეალურად არის მართლა შენელებული ნაღდი. რა ეხლა ეს 10 წელიწადში აფეთქება, თუ 20 წელიწადში მართლა არავინ არ ვიცი, იმიტომ ეს კიდე დამოკიდებულია ცხოვრების თქვა რეჟიმზე, ცხოვრების წესზე რა. ზოგს უფრო გვიან უდგება ეს მომენტი, ზოგს ადრე უდგება, ამიტომ როცა იცი რომ მაინც შენ ცხოვრობ რაღაც ისეთ დაავადებასთან ერთად, რომ როდის გაგიყვანს ამ ცხოვრებიდან, ეს
ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. რაც შეეხება ჩვენ პრობლემას, ძალიან გვიხარია ის, რომ ის ყინული არა მარტო დაიღო, არამედ კარებია, გვაგღია რეალურად დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე როგორც საჯელასწროებასთან, ისევე ჯანდაცვასთან, ხო, კომუნიკაციის პრობლემა არანაირი აღარ არსებობს. კარგია ის, რომ თემის წარმომადგენლები, ვისაც პრობლემა აქვს, ფაქტიურად აბსოლუტურად ყველაფერში ვიყავით ჩართული და ის რაც უნდა ხვალე გაკეთდეს იგივე ციხეში და იგივე თქვათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ხო, ზუსტად ხედავთ და უყურებთ რა არის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ მონიტორინგზე, როდესაც უკვე პროექტები ერთგანაც და მეორედაც დაიწყება, იქაც ჩართულები ვიქნებით და შეგვეძლება ვაკონტროლოთ. დღეს ჩვენი თელი მიმართულება იქნება იმაზე, ჩვენი გასაგებია რომ სახელმწიფო საქმეება რომ უკურნალოს ამ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უკურნალოს. ამისთვის უკვე საჭირო არის რომ ფარმაკომპანიებმა, რომლებიც წარმოდგენილები არიან და არიან რეალურად მონოპოლისტები, ორი ფარმაკომპანია არის, მათ მიზერულად დაწიონ ფასი, რომ სახელმწიფოს კონდეს საშუალება რომ მეტ ადამიანებს, ამიტომ ჩვენ თვითონ თემის წარმომადგენლებს უკვე ესე ვთქვათ აქტივიზმი მიმართული იქნება ზუსტად იქითკენ რომ რაღაცნაირად მოვახდინოთ ცვლილება ფასებთან დაკავშირებით. ამაზე აუცილებლად ვისაუბროთ. ბატონო კოტე, დიდი მადლობა. მე კიდევ თქვენთან უნდა გადმოვიდე შეკითხვით. ქალბატონო მარიამ და ბატონო არჩილ, ორივეს გეკითხებით პრინციპში. რა რისკები შეიძლება ახდეს აი ამ პროგრამას? ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ საკუთარი თავის ან ოჯახის წევრის გადასარჩენად ადამიანმა, იმიტომ რომ ეს პროგრამა ხორციელდება ციხეში და საჯელახსრულების დაწესებულებებში, უბრალოდ ჩაიდინოს დანაშაული და მოუნდეს ციხეში მოხვედრა, იმიტომ რომ ეს მართლაც მკურნალობა დამეთანხმებით ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. აი ამის პრევენციის მექანიზმი თუ არის ჩადებული თქვენს პროგრამაში? აკა შენიშნებათ მე უპასუხებ პირველად, იმიტომ ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ პროგრამაში უკვე ჩადებულია ისეთი კრიტერიუმები, რომ ხელოვნურად არ მოხდეს ადამიანების შემოდინება სისტემაში მკურნალობის მიღების მიზნით და ეს არის ძალიან ობიექტური კრიტერიუმები, როგორც კლინიკური, ასევე ეს არის ღვიძლის მაგალითის ვიტრინა და შუშის ჩამტრევა ან დანაშაულის ჩადენა არ ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ აუცილებლად მკურნალობას საჯელახსრულების სისტემაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, შუშის ჩამსხვრევის გარდა კონკრეტულმა ადამიანმა უნდა მოახერხოს დაახლოებით 20-25 კრიტერიუმის მიმართ რაც შეთავსების უზრუნველყოფა. ამის შეთავსება ჩემის აზრით არის თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ერთი და მეორე, პირადად ჩემი არგუმენტი, როდესაც ამ შეკითხვას ვამენ, არის ის, რომ უკეთესი ჯანდაცვის პირობებისთვის ადამიანები ტოვებენ, თქვათ, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, მივდიან ევროპაში, თქვათ, ამერიკელები ხშირად ტოვებენ ამერიკას და მიდიან კანადაში, მაგრამ ამისთვის არც კანადას და არც ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ხელი არ შეუჩლია, რომ მისი ჯანდაცვა განევითარებინათ და გადაედგათ გაბედული ნაბიჯები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ლოგიკაც აქ ის არის, რომ იმის შიშით, რომ თქვათ, ერთი ან ორი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს და იცდება, რომ ამითი, თქვათ, მოიპოვოს მკურნალობა, ეს ვერანაირად ვერ შეაჩერებს პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. თუმცა ეს არის მხოლოდ ნაწილი ამ მარიამის აზრის მინდა ამაზე მოვისმინო. როგორც ბატონმა მარჩილმა აღნიშნა, არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, ანუ პროფილაქტიკური, თქვათ, ზომები, რომ არ მოხდეს ხელოვნური შედინება. აქვე აღნიშნა ჩვენ ესეთ ხშირ კოლეგიალურ ხუმრობას, რომ საჯელახსრულების სისტემა ბევრად უფრო კარგად არის დაფინანსებული დღეს, თითოეულ პაციენტზე გადათვლით ვიდრე სამოქალაქო სექტორი. მაგალითად, თქვათ, სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა და ასევე შესაძლებლობებისა, რომელსაც პაციენტთა და პატიმართა უფლებების კუთხით სთავაზობს სახელმწიფო, უფრო ფართოა, ეს სხვადასხვა ფაქტორიდან და სხვადასხვა, თქვათ, დეკლარირებული ვალდებულებებიდან არის გამომდინარე, მაგრამ ამას არ მოუხდენია გავლენა სამოქალაქო სექტორიდან საჯელახსრულების სისტემაში, თქვათ, ხელოვნური ნაკადების გაზრდაზე. და როგორც აღნიშნა, ჩვენ უკვე აგვისტოს ბოლოს გვექნება 3-წლიანი პროგრამა, რომელიც პირველ რიგში დააკმაყოფილებს ყველაზე მაღალი საჭიროების მქონე პაციენტებს, ანუ მათ ვისაც უჭირთ ყველაზე უფრო, ისინი შეძლებენ უკვე ჩაერთონ პროგრამაში. და ერთი კითხვა მაქვს კიდევ, რა ელით იმ პაციენტებს, ვინც ციხიდან შეწყალების ან არ ვიცი, რაღაც ამინისტიის გამო შეიძლება გამოუშვან თუნდაც მკურნალობის პერიოდში საჯელახსრულების დაწესებულებიდან. ეს თუ არის გათვლილი? ეს გარდამავალი ეტაპის, ასე ვთქვათ, გეგმა იქნება, რომელიც თვითონ პროგრამის დაწყების მსვლელობისას დაიხვეწება. ამ ეტაპზე მე რამდენადაც ვიცი, ეს კრიტერიუმი ჯერ არ არის გათვალისწინებული, ბატონ არჩილ, შემისწორეთ თუ კი ვცდები.
მაგრამ ისევ და ისევ, როგორც სასჯელ ასრულებიდან გამოსული პატიმრები ერთვებიან ზოგადად სამოქალაქო სექტორში არსებულ სამედიცინო დაწესებულებების, თქვათ, პროგრამებში იგივე პირობები შენარჩუნდება და მე დარწმუნებული ვარ, თუ კი იქნება გათვალისწინებული კონკრეტული პატიმრისთვის შესყიდული მედიკამენტების რაოდენობა და საუბარი არის, თქვათ, ძალიან ის თქვა კონკრეტულ სამკურნალო კურსზე, რომელიც ან 24 კვირიანი ან 48 კვირიანი იქნება, გვექნება საშუალება, რომ თქვათ მედიკამენტები მივაყოლოთ და ეს თქვათ გარდამავალი ეტაპი გავაკეთოთ. აქვე მოგახსენებთ, რომ მსგავსი სისტემა ხორციელდებოდა, ანუ სასჯელ ასრულების სისტემაში იგივე შიდსით ინფიცირებულთა კურნალობა მიმდინარეობდა საჯარო, ანუ სამოქალაქო სექტორის გავლით, ჯანდაცვის სამინისტროს გავლით. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენთან სტუდიაში ასევე არიან ადვოკატები და მე მანდ მინდა ვკითხო ცეჰეპატიტი პატიმრებში სიკვდილობის გამომწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად არის არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ადამიანის უფლებების პრობლემაც, ხო? და ამ უფლებების დაცვის საკითხიც. საქართველოს ამ კუთხით, როგორც მე გავიგე, როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდი, ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე საქმე წაგებულიც კი აქვს. დღეს რა მდგომარეობაა, როგორია დღევანდელი სურათი და რა მოხდება თქვენი აზრით აი ამ პროგრამის შემუშავების შემდეგ, თუ შეიძლება რომ დიახ, თქვენ მიპასუხებთ, ანგელა. მოგესალმებით. აქ ლაპარაკი არა მხოლოდ ცეჰეპატიტთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პატიმართან მდგომარეობასთან დაკავშირებით, პირობებთან, არა ადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საქმე აქვს საქართველოს წაგებული და მე ვიტყოდი, რომ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ პატიმრებს, როგორც ადამიანებს არ მიიჩნევენ. არა ადამიანური მოპყრობა, ეს იყო ჩვეულებრივი და გადადიოდა ის წამებაში, ღირსების შემლახველი მოპყრობა. ეს იყო ადამიანების უბრალოდ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა მასა მათი თვალსაზრისით, რომელიც მხოლოდ გამოყენება შეიძლებოდა ვთქვათ, რაღაცა საქმის გახსნისთვის, ვიღაცაზე ჩვენების მიცემისთვის, რაღაცა საარჩევნო ხმებისთვის, პიარისთვის და ასე შემდეგ. მე ვიტყოდი, რომ აი ბოლო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო ამ სისტემაში გარკვეულად გაადამიანურების ტენდენციები და ეს ცეჰეპატიტის პროგრამა არის ერთ-ერთი მათგანი და დღეს ჩვენ უკვე გვიკვირს კიდევაც, რომ როგორ შეიძლება რომ პატიმარს უკეთესი პირობები ჰქონდეს მკურნალობის თვალსაზრისით, თუნდაც ცეჰეპატიტის, ვიდრე თავისუფლებაში მყოფ ადამიანს, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით ის, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს, სახელმწიფო ერთის მხრივ ვალდებულიც არის მათ მიმართ გამოიჩინოს აი ესეთი განსაკუთრებული მზრუნველობა და მე ვიტყოდი, რომ დღეს არ შეიძლება არ აღინიშნოს ის უამრავი თუნდაც ფინანსური, მატერიალური დანახარჯი, რომელიც იდება აი ამ პროგრამებში, კონკრეტულად ცეჰეპატიტის პროგრამაში. რა თქმა უნდა, ჩვენ დაზღვეული არა ვართ ცალკეული და კონკრეტული გადაცდომებისგან, ავადმყოფების მიმართ არასწორი მკურნალობისგან თუ გარდაცვალების შემთხვევებისგანაც, მაგრამ ისიც აი მაგალითად 2 დღის წინ დაასაფლავეს ერთი გარდაცვლილი ადამიანი, რომელზეც არის ეჭვი, რომ ის არ გადაიყვანეს დროულად ქალაქის ავადმყოფოში, უადო თავისუფლება აღკვეთილი იყო, მაგრამ ისიც უნდა აღინო, ის გამოირკვევა დროულად გადაიყვანეს თუ ექიმის ეცდომა იყო თუ არა, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პატიმრის შემდეგ მკურნალობაზე, აი სიცოცხლის გადარჩენაზე სისტემამ დახარჯა 62,000 ლარი, რომ სამწუხაროდ ვერ მოხდა მისი გადარჩენა, მაგრამ ეს ტრაგიკული შემთხვევა, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყო და არც ის უნდა გამოვტოვოთ, რომ აი ამხელა თანხის ერთ ადამიანზე დახარჯვა, ხო, ეს რაღაცა იშვიათი შემთხვევაა, თუმცა პატიმრის მიმართ და თავისუფლებაში მყოფი ადამიანების მიმართ, ხო, ყველამ ვიცით როგორც არის. ირმა ჭკადუას გადავაწოდოთ თუ შეიძლება მიკროფონი და მაინტერესებს აი თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელიც აი ამ პრობლემის გამო თუნდაც ჩიოდა იგივე ევროპულ სასამართლოში. მოგესალმებით, მივესალმებით ელიმაყურებელს და ძალიან კარგია, რომ ჩვენი წარმოადგენელი სამინისტროების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გამოვდივართ თავის მართლების რეჟიმიდან და გადავდივართ რაღაც აქტიურ ქმედებაზე. ნამდვილად ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მიჩეული ვიყავით, რომ ძალიან ლამაზი სიტყვებით გველაპარაკებოდნენ, მაგრამ რეალურად საქმე იყო იმაზე ცუდად, ვიდრე წარმოედგინა ვინმეს.
საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებული აქვს რამოდენიმე საქმე, კონკრეტულად C ჰეპატიტის არაადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით. მე შემიძლია გვარები გითხრათ, ესენი არიან პოღოსიანი, ჯელაძე, ხავთაძე, ინდაძე, აქედან პირველმა სამმა უკვე როგორც ვიცით, დატოვა საპყრობილი, ხოლო მეოთხე, ბატონი ინდაძე დღესაც არის საშილახსოვრებების სამინისტროში განთავსებული, როგორც ვიცი, მას ჩაუტარდა ადეკვატური მკურნალობა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიცა მითითება სახელმწიფოს, რომ უნდა ემკურნალოს. ის რომ სახელმწიფო მისი პოზიტიური ვალდებულება უნდა შეასრულოს და დიახაც რომ უნდა უმკურნალოს ამ პატიმრებს, ეს თალსახაა და ამაზე ბუნებრივია ვთანხმდებით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში განიცდიდნენ არაადამიანურ მოპყრობას, ღირსების შემლახალ მოპყრობას და თუნდაც C ჰეპატიტით გართულება იმ ყველას დანარჩენთან დაკავშირებით იწვევდა ამ ადამიანების ორგანიზმის სრულ განადგურებას. ძალიან სასიამოვნოა ის, რაც იწყება, თქვათ, იმაში საშილახსოვრებით დაწესებულებაში, მაგრამ რაც ახლა ბატონმა არჩილმა ბრძანა, რომ თქვათ რაღაცა კრიტერიუმებია, რომელიც თქვათ გამორიცხავს შემოდინებას, მე ამაში ალბათ ვერ დავეთანხმებ, იმიტომ რომ შესაძლებელია, როგორც თქვენ ბრძანეთ, მართლა ვიღაცა მინე ჩატეხოს და თქვათ იმან იმავდროულად დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რითაც უნდა მოხდეს იმაში. კიდევ ბევრი რაღაც სამსავი მექანიზმია და მას აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, ბუნებრივია, სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ თქვათ ისიც ჩასვას და მასაც უმკურნალოს. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ საუბარს აუცილებლად რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასის დაკლება და საერთოდ როგორია საერთაშორისო გამოცდილება ამ კუთხით. რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ ეთერში ვიქნებით.